სენაკის რადიო. ჩემო ძვირფასო მაყურებლებო და მსმენელებო, ძველ სენაკში ვენერა ლიპარტიას აბსოლუტურად ყველა იცნობს, რომც არ იცნობდეთ, როგორც კი ამ სოფელში შემოხვდით, შეუძლებელია ყველების სურნელებამ ამ სახლისკენ და ამ ესე ვთქვათ ქალბატონისკენ არ მოგიზიდოთ. დიახაც, სწორედ ამიტომ ჩვენ დღეს ქალბატონ ვენერასთან ვართ და ამ საოცარ ასოთზე ვისაუბროთ და ვისაუბროთ იმ ადამიანზე, რომელმაც სამეგრელოში გაბედა და გამოუვიდა კიდევაც სელეგინის შემდეგ უცხოური ყველების შემდეგ. მოგესალმებით, ძალიან დიდი პატივისცემით წარმოვიდიალა დიდი შრომა დღეს ამაში, რასაც ვხედავ. იმდენაირი სახეობა ჩამომითვალეთ, სანამ უშუალოდ კამერას ჩავრთავდით, ასე ვთქვათ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს ხოებსაც გაუზიაროთ ამის შესახებ, მაგრამ სანამ ყველაზე გადავიდოდეთ, მაინტერესებს თქვენ გაგიცნოთ საზოგადოებამ იმ ძანებით. მოგესალმებით, ვენერა ლიპარტია არის სენაკი ძველისნაკის მაცხოვრებელი. სენაკი და ძველისნაკი უყვარს სიგიჟემდე. აი აქაური ჰაერი, აქაური კენჭი სიყვარული მაქვს მე და აქ დავაფუძე ჩემი საწარმო. გაიხსნა სენაკში შოთა მესხიას კოლეჯი. ამ დროს იყო 6 თვიანი ტრეინინგის ზუგდიდში, ფერმერი უნდა წასულიყო მან და ამერჩიეს მე. იქ იყო სულუგუნის სწავლება და ვიფიქრე, რომ სულუგუნის სწავლება რა უნდა 6 თვე ზუგდიდში რო არ ვიარო ყოველ დღე. აქაც არის სწავლება მეთქი, მაგრამ არა, თურმე ვწდებოდი. ეს აფათში ხო არ იყო? კი. ქალბატონი მაია მექავა არის ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ძალიან ბევრი მეყოლის შესახებ ვიცი აქედან და ერთ-ერთი თქვენ ხართ ძალიან სასიამოვნოა აი ჩემთვის. იქიდან ქალბატონ მაიასგან აი დიდი სიყვარულით მოგიხსენიებ ზუგდიდში აგრო სახლში იქან ვიყავით 6 თვე, ჩაკვეთა, ჩაჭრა, ეს ყველაფერი ტექნოლოგია მომზადება. მომზადება, აი როგორ ვთქვა, რომ სრულყოფილად ვიცი. კი ბატონო, ესენი სელეგინები არ არის. არა, ეს სულუგუნი არ არის. ეს არის რაც არის კაჩოდა, კი ჩვენ სულუგუნი გვაქვს. მეფეა ჩვენი სულუგუნი, ჩვენი ჭიტყვინდიყველი, კაზლაყველი, მაგრამ არანაკლები არის ჩემი კაჩოდა. კაჩოდა სადაური წარმოების ყველია. ეს არის იტალიური ყველი, რომელიც კლასიკური ყველი კაჩოდა, რომელიც ეს არის ეხლა სურნელიც უცხო აქვს რაღაც, ეს რისგან არის? ეს წითელი რატოა? ეს არის კაჭიჭი ღვინოსაგან. ღვინოში დაძველებული. ხო, კაჭიჭი ღვინოსია ეს. რა საინტერესო სურნელია. ეს არის კლასიკური კაჩოდა, რომელიც არის 9 თვის. 9 თვის დაძველები? ეს გარეთან გარსი არის. მაგალითად არის შიგნით არის ბილი, ელასტიკური არის. შეიძლება? კი ბატონო. ძალიან მყარია, ეს როგორ იჭრება? ძალიან ძლიერი დანა უნდა ეთყობა ფასრი. აი გარედან ეს რო არისო დაფარული, აი ეს ქერქით. დიახ. შიგნით არის ბილი, რომელიც გამოდგება ყველაფერს. რასთან იჭმევა, რას უხდება? სალათებში ყველასთან რაც გინდა, რასაც მოისურვე ყველაფერთან კაია. ჩვენო სულუგუნი ეს ხომში არის. არა, ხომში ეს ხომთან ერთად არის იჭმევა. ხომთან არ იჭმევა. ხომთან ჩვენი სელეგინი. ჩვენი სულუგუნი მეფე ბატონო. ეს არის მგონი კლასიკური შებოლილი. ეს შებოლილია კლასიკური შებოლილი, რომელიც იგივე მეთოდით ვამზადებ, მაგრამ ჩემ ტრადიციულ და ევროპულ შორის არის. ეს თქვენეული ტექნოლოგიით დამზადება. იქ შეგიძლიათ ამიხსნათ უცებ, აი როგორ ტრადიციული როგორია და აი ევროპული რა ელემენტი აქვს. აი ტრადიციულს არის ჩვეულებრივი სულუგუნი. ნედლი ამოყვანილი და როგორც კაზლაყველისგან ზილავთ სულუგუნს. დიახ, დიახ. და არაფერი მას არ ავამატებ. ამას ვამატებ და მე ხდება ესე იგი კვამლით, ესე იგი ჩვეულებრივად. ეს უნდა ჯერ უნდა შეჯერდეს წყალში, მარილ წყალში. თუ მარილ წყალში შეჯერებული არ არის, ის არ გამოვა შებოლილი ყველი. შიგნით გაფშდება. ამიტომ ხალხს უნდა შებოლილი მაგარი ყველი. დიახ. რომელიც ხომში რო იმასი კარაქს გამოყოფს. კი ბატონო, საოცარია. ეხა უკვე ამით თამაშდა იმ გემოების სურნელი, ასე ვთქვათ. კი ბატონო, აბა გადავინაცვლოთ. ეს არის ბროწეულში ჩავარგებული. ეს რა საინტერესოა, რა ამაზია. ბროწეულში მეუბნებიან ფერს რაფერ აყენებო. ეს უკვე ჩემია, ეს ფერები. ეს თქვენი ტექნოლოგია, თქვენი საიდუმლოებაა, ხო? ეს უკვე ჩემია და ამას ვერც გადავცემ. რომ გადავცემ, მაინც ვერც გამოიყვანს. იმიტომ რომ ეს თქვენ შეგიძლიათ ესე გააკეთოთ, ხო? ეს არის იმას ჭარხლისგან. ეს საინტერესოა. რა ხასხასაფერი აქვს ჭარხლს და ვუმატებ
ანტს. ესე იგი სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა თქვენი ყოლით. აი მე ფერებს ვხედავ, ფერი როგორი ფერი იქნება, დანამატს მასე ვუკეთებ. კი ბატონო, ძალიან სასიამოვნოა. აბა დავყნოსო ესეც. სხვათა შორის ძალიან ბევრი ადამიანი გემოვნებით იმეშვება, არჩევს ბევრ რამეს და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეცეპტორი ყნოსოა. პირველ რიგში ყნოსოა. ძალიან სასიამოვნო სურნელი აზრი სხვათა შორის. როცა მაგიდასთან მოდის ადამიანი, პირველ რიგში კი არ დააგემოვნებს. პირველ რიგში აი ყნოსვით გზნობს თავის გემოებს. ეს რამე განსხვავებული? აი ეს არის ყავაში. ყავაში დაძველებული, რა საინტერესოა. აი ყველა მეთოდს ხმარო ყველა იმას, რომ აი რაღაცი გამომივა. ექსპერიმენტად ტესტავ ეს ყავას მოუხდება ძალიან მოუხდება ყავას. ყავასთან ისმევა. ეს დანარჩენ რა თქმა უნდა აუცილებლად გავსინჯოთ. უბრალოდ მაინტერესებს რომელ ღვინოს უხდება, რომ ვიცი რომ უფრო მეტად ყველი უხდება. შრალი ღვინო. კი ბატონო, თეთრი შრალი ღვინო. თეთრი შრალი ღვინო. აი ღვინოს მოყვარული არ ვარ, მაგრამ ყველმაც შემაყვარა. ძალიან საინტერესოა. ეს არის მოცვი და ტარხუნას ნაერთი. მოცვი და ტარხუნას ნაერთი. მოცვი და ტარხუნა. ამას ძალიან ისეთი მკვეთრი სუნი აქვს ტარხუნას სუნი. ყველა სხვადასხვა სუნი და გემოები აქვს. და ესენი დესერტებია ფაქტიურად. სერვირება და ეს რა ქვია, მაგიდასთან სილამაზე გემოვნება და თანაც თუ გვინდა სოლოგონი და 2-3 ნაჭერი შევჭამოთ, აი ეს 220 გრამი 25 გრამი. ის საკმარისია. თანაც ალერგიასაც, ვისაც ალერგიული აყველის ვიფართ, ვებთავაზობ მიირთვა. ასეთი წესით დამზადებული ყველი მიირთვას, ხო? პრინციპში ეს იმდენად დამუშავებულია და იმდენად არის, ასე ვთქვათ, გაჯერებული სასარგებლო ყველა ნივთიერებით, ალერგიული კი არ არის. შენახვა, ამნების მოვლა შენახვა. აი როგორ გითხრათ, მე მსიამოვნებს ყოველ მესამე დღე უნდა შეეხო ყველას, უნდა გადააბრუნო, უნდა შეამოწმო, რა ხდება, ასე კი არ მოვიდა ამდენი ხანი. და რამდენი ხნისაა ეს ყველი? აი ხა ეს ყველი იქნება სადღაც 9 წელი რა. 6 თვის არის. წარმოიდგინეთ, რომელი იყო 9 თვის არის რომ მითხარით, აი ეს ღვინო, ის არის ყველი, ხო? ძალიან და რაც უფრო ძველია, ასე ვთქვათ, მით უფრო მეტი გემოები გაყალიბდება და უფრო მეტი ფასი აქვს. გასაგებია. კი ბატონო, მოდით კიდევ აი ეს რაღაცა ჭხირებივით რაღაც არასასიამოვნოა. ამას ვეძახი ჩიფსის. ყველის ჩიფსები, ხო, შებოლილი ჩიფსები. ისეთი სურნელება აქვს რაღაცა საოცარი. აი ამ ჩიფს მოვდეხავთ. რას უხდება აი ესეთი? ეს უხდება ლუდს ძალიან. ეს რომ უყურებთ ფეხბურთს, კალათბურთს, სპორტს და რაღაც ემოციებში რო ხართ და აზარტოს ხდის ხო ჩვენს იმას გამშვიდებს, კი ბატონო, განაყრებს და გახანგრძლივებს. თან სასიამოვნო მისართმევი არის და უცხო სხვათა შორის. აი ეს არის ჩემი საკუთარი ირინოლა, რომელიც არის საგაზაფხულო. ეს წიწაკებია? ყველაფერი არის ზაფხულში, რაც მომდის ჩემ ბოსტანში. ნახეთ. იმის ნაერთი. ბოსტნეულით გაჯერებული და აი წარმოიდგინე როგორი აი ეს ერთ გზის პირას ცხოვრობ. ტურისტული მარშრუტია, ხო, ნოქალაქევის? კი, ტურისტული მარშრუტი არის ჩვენი ტრასაკანი და შემთხვევით გააჩერა ტურისტმა წყალი მოსწყურდა. ნახა ჭა, 1 საუკუნიანი ჭა მაქვს და შემობრძანდით მე და ვაკეთებ საჭმელს. დიახ, თუმცა აქვე გაქვთ თქვენი ასე ვთქვათ ყველის საწარმოც. ასეთ ვაკეთებ და ახლა ბავშვიანად შემოვიდა ეს და ახლა ბავშვს ხო ისე არ გავუშვებდი მის შეფთავაზე რაღაცები და აუ მეჩქარებაო და პურზე, ყველზე ეს ყველაფერი რაც მოდა დაიყარა ეს და ასე მანახებს ახლა ადლიერებას გამოხატავს ასე. კარგიაო და წავიდა. მე მეც და რა არის ასეთი კარგი რომ აღფრთონებული წავიდა ეს მეთქი და მეც რომ გავსინჯე მომეწონა. რომ მომეწონა ამის შემდეგ მეც შევაერთე ეს ყველაფერი და ჩამოვაყალიბე ირინოლა. რა კარგია. აი ახლა ეს რო მასთვის მე აქ ტურისტად ვინც მიდის ლაშკრობაზე მარტო პურს წაიღებს და არაფერი არ უნდა მეტი. ესე იგი ეს ნოქალაქევის ხაზი თქვენ შეგიძლიათ ტურისტული კუთხითაც აი მაგალითად გასტრონომიული ტურიზმის ერთ-ერთი დესტინაცია გახდეს და ძალიან სასიამოვნო შემოსავალიც გქონდეთ ყველაფერთან ერთად. ვაპირებ ჩართული ვარ უკვე ამ იმაში და ეხლა ეტაპობრივად ყველაფერს ერთად მე მგონი ყველაფერს ერთად ახერხებთ. უნდა მოვახერხო აი რაც თვითონ მასწავლის გზა. კი ბატონო. თვითონ სიტუაციაც ანახებს ყოველ ადამიანს. მაგ კიდე ფაცხაში ელარც ვაკეთებ,
ყავს მასტერკლასი. გაქვთ ხმა და აკეთებთ. კი, აი უფრო უყვართავიანთი ხელით გაკეთება და უფრო გაფართოება ამიტომ და მაგაზე კიდევ სრულავ. ესე იგი ამ მიმართულებითაც თქვენ გყავთ მომხმარებელი, ტურისტები ინტერესდებიან ამ პროდუქტით და სხვათა შორის ცოტა უკმარისობის გრძნობა ის ამაქვს, რომ აი ამ სახეობებს რომ აკეთებთ, სელეგინს რატო არ თავაზობთ? თუ თავაზობთ, სულ ყველგან არის. ამიტომ განსხვავებული ის ამიტომ ხელი არ მინდა ვინმე შეუშალო. გასაგებია თქვენ დანაწილებული გაქვთ კონტენტები. კი, აი სულუგუნი ბაზარში ეს ბაზარში არ იყიდება. ეს ჯერჯერობით თქვენ თუ გიფიქრიათ გაყიდვაზე და რამდენად არის მაგალითად ადგილობრივი ბაზარისთვის ეს მე მყავს კლიენტები, აქეთ ონლაინ კლიენტები მყავს. ხა ჯერჯერობით მაღაზია, მაგრამ ძალიან ძვირი სიამოვნებაა მაღაზია, მაგრამ გაფართოება შეგიძლიათ მომავალში. კი, იქით მაგ იდეები სენაკის რადიო. დიახ, ეს განსხვავებული სპეციალურად. დიახ. აი ეს არის სალო, რომელიც სალო არის ჩვენი ფაოს უფროსი, ხელმძღვანელი, ძალიან კაი გოგონა, იმის სახელის შევარდი, რომ გავაკეთე ეს რაყველია და სალო ამეთქი. ეს სალო სალა შევადარე, ყველას გონია რომ სალა არის. ეგ არის ხო? აი სალ რა არის, ყველის სალას უძახებ მე ამას სალოს. სასიამოვნო. ესეც იგივე სხვათა შორის სურნელი მსგავსი აქვს თითქოს უბრალოდ რომელიც განსაკუთრებული დაძველებითაა დავარგებული სხვადასხვა ასე ვთქვათ იმაში ნაწარმისგანაა ეს ყველა გაკეთებული და სუნი თითქმის საფუძველი ერთი აქვს კი ბატონო თითქმის სუნი ერთა იგივე მოდის მაგრამ შიგთავსი არის სხვადასხვა კი ბატონო და ტექნოლოგიაც რა თქმა უნდა განსხვავებული შენახვის პირობები მაინტერესებს შენახვის აუცილებლად უნდა თავისი ტემპერატურა ყველაზე მაცივარში ვდები ხლა მაგრამ მაცივარი როგორ აშრობს ქვია ყოველ მესამე მეოთხე დღე ვაბრუნებ ვანიავებ უფრო შრომატებადი და მიდიაში მაქვს რომ აი ყველის სათავსო რომ გავაკეთო აი ჩემთვისაც უკვე შრომატებადი იმდენი არ იქნება და ყველის სულ სხვანაირი მას მიიღებს სენაკის რადიო ქალბატონო ვენერა, თქვენ ახსენეთ ქალბატონი ნონა ქადარია და სენაკის სათემო განათლების ცენტრი. ახსენეთ ძალიან ისეთ საინტერესო კონტექსტში. მაინტერესებს რა კავშირია ამ ასე ქალბატონო ნონას სათემო განათლების ცენტრსა და UN-FAO-ს შორის, რომელსაც ძალიან ხშირად ახსენებდით ჩემთან საუბარში. მოდით ორიოდე სიტყვით ვისაუბროთ ამაზეც. ქალბატონი ნონასთან ძალიან დიდი კავშირი გვაქვს ერთმანეთთან. ერთ დღეს ნონამ მოიყვანა ქალბატონი სალომე, რომელიც აინტერესდა ყველების გამკეთებელი ადამიანი, ვინც ყველებს. ეს UN-FAO-ს წარმომადგენლები იყვნენ, ხო, რამდენად ვიცი. სალომე გიგაშვილი. დიახ. მოვიდა ჩემთან, დამელაპარაკა ყველის მიმართ რა ვიცოდი რა არა და მე ვიცოდი სულუგუნი და ყაზლაყველი. ვანახე დააგემოვნა და მოეწონა. სურვილი გაქვს რომ ისწავლო ინოვაციური ყველები ისე. და რატო არა მეთქი უცებ სწავლებადი ვარ. დიახ, მოგძონთ მოკლედ სწავლება, უცხოეთის სწავლების მიმართულებით. ახალ-ახალი ინოვაციები და ინფორმაციები მსხვერპლი ვარ. ეს ძალიან კარგია. სწორედ ასეთი ადამიანები ვითარდებიან და ფაქტს აგერ ვხედავთ, ხო? და სათემო განათლების ცენტრის ბენეფიციარიც ხართ, ხო? თქვენ რამდენად ბენეფიციარი ვარ. რა ვიცი, ძალიან შრომატევადი და ძალიან მომთხოვნია ჩვენი ნონა. იმიტომ რომ ნონასთან ვინც მივაიქ ჩვენ თბილ ქოხში, ყველანი ისეთები მივდივარ, რომ ერთმანეთის სითბო და სიყვარული გავკავშირებს. ძალიან საინტერესოა და კარგია მით უმეტეს როცა თქვენ საყვარელ საქმიანობასაც პოულობთ აი ამ სწავლების ფარგლებში. სენაკის რადიო მაგთვმა გამოფენებზე დავდივართ ხშირად გვიწევს ფაო ყველგან მესტიაში ქუთაისში თბილისში რამოდენიმეჯერ ესე იგი აი ამ ესე იგი გამოფენებზე აქტიურად მონაწილე რესტორნებში ბათუმში ყველის სახლში ყველგან ფაომ დაგვანაი გაგაკავშირა რა კარგია ძალიან საინტერესოა და იცით რა მაინტერესებს აი ადგილობრივ ტრადიციულ ყველებთან მიმართებაში აი განსხვავება რა შეიძლება იყოს წარმოების პროცესში და ფასიც რა თქმა უნდა შესაბამისია. ხო, ფასამდე სანამ მივალ ტექნოლოგიური პროცესიც მე მგონი ცოტა უფრო ხანგრძლივადიანი უნდა იყოს, ხო? ხანგრძლივადია. ეს სულუგუნი შენ შეგიძლია დღესვე გააკეთო და ამაღამ შეჭამო. დიახ. მაგრამ აი ამას
ჩემ კაჩოტას უცებ ვერ შეჭამ. კაჩოტა სადაური ყველია? იტალიური ყველია. აო, საინტერესოა იტალიელი ტურისტებისთვის. ძალიან მოწონდა. თანაც ამბობენ, რომ აქ უფრო კაი გემოები აქვს, ვიდრე ჩვენ იტალიაში. მე ვამაყობ, რომ ჩვენი მთავარი, ჩვენი მდელო ისეთია ბაღდარში ვართ, რომ თვითონ რძის შემცველობაზეა ალბათ, ხო? თვითონ ხარისხზე დამოკიდებული. ყველაფერი ისე ცდება, რას აჯმებ, როგორი მოვლა შენახვა აქვს ჩვენს. მაინც ადგილობრივი რძე რო არის საფუძველი აი ამ ყველის, მაინც თავის ინდივიდუალურ გემოს აძლევს, ხო? და ყველა სხვადასხვა გემოები აქვს რძის. აბაშის სულ სხვა, სენაკის სულ სხვა, მარტვილის სულ სხვა და ასეთი ისა გვაქვს სხვადასხვა გემოები. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია და რასაც თქვენ და როგორც აკეთებთ, ამას ვერ გააკეთებს მაგალითად აბაშაში, ზუგდიდში, ხობში. ეს უკვე ჩემია, მე რო ვაკეთებ ისე ჩვენ ვერ გააკეთებ არც. ბუნებრივია. ვერავინ, ეს ჩემი ხელწერაა. მე საერთოდ ვერ გავაკეთებ, მე თუმცა ძალიან კარგად გააკეთებს ყველანი. ყოველ სწავლება უნდა ყველაფერს. სწავლა ძალიან საინტერესო პროცესია. მოდით ახლა ვისაუბროთ საბაზრო ღირებულებაზე მაგალითად. ახლა თქვენ თვით რომ ამას 6 თვეა აკეთებთ. ხო. რამდენად ყიდით საშუალოდ? აი ამას გრამი 8 ლარი. კი ბატონო, 1 გრამი ღირს? 10 გრამი. 10 გრამი, ესე იგი 80 ლარი. არა, ხელმისაწვდომი კი ყოფილა, ისე აი ოღონდ განსაკუთრებული მიზნობრივი ჯგუფის. ეხლა ეს არის თითქმის 1 წლის 100 ლარი. ეს ერთი. აი ესე იგი უფრო მომგებიანი წარმოება არის. ხო, უფრო მომგებიანია და მიტომ ავირჩიე მე ეს. კი ბატონო, ძალიან სასიამოვნოა. თუ გიცდიათ რომ აი მაგალითად კაჩოტა ხო თქვით თქვენ? კაჩოტა. ხო, კაჩოტას კაშხავალი. აბა რომელია კაშხავალი? აი ეს საულა კაშხავალი. თქვენ იმას რო ეძახით ლორს. ხო. ლორს რო ეძახით, ძალიან საინტერესოა. და ეს ყველა სახეობა არის განკუთვნილი ღვინოსთან, ხო? ძალიან. თეთრ ღვინოსთან, ხო? ყავასთან, ღვინოსთან. სასმელებთან თითქმის, რა ვიცი. კი ბატონო. და ისე მარტო საკნატუნასავით კიდე ძალიან კარგად მიირთმევენ. ძალიან ძვირი სიამოვნება. ხილთან, ქიშმიშთან, ნუ რა ვიცი, ასორტი. კი ბატონო. გავიხედე ერთი საღამო არის ბინდება ისე, ვიღაცამ ძროხა მიაბა ჭიშკარს. ბავშვები მეუნებიან, დე გონი მამ ბაბუ არიო. წადი და წყალი უნდან რაღაც უნდა და შემოიყვანე დავალევინო წყალი ან რაღაცა გზაზე მიდის მე. გავიხედე მამა ჩემი ძროხა მოყავთ. ამ დროს წველაც არ ვიცი. მამა ვისია ეს ძროხა? შენია 4-დან მოწველე. შეჭამე და თავსაც ირჩევს ეს ძროხაო. პატარას უთქვია რომ დედიკო მიდის ევროპაშიო. მოვიდა დამსვა და თუ წახვედი მე არ მიტირო. ამის შემდეგ ვერ გადავოდი მის სიტყვას. დავრჩი ძველს, ნახე დავრჩი ჩემ ძროხასთან ერთად. წერა საინტერესო და ემოციური, ასე ვთქვათ, მომენტია. ფაქტიურად, ესე იგი, მამის სახელი აი ამ ბრენდს სწორედაც იმიტომ ქვია, რომ ერთი ძროხით დაიწყეთ ეს საქმე. ერთი ძროხით დავიწყეთ და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით იმ ადამიანებს, ვინც თქვენ თუნდაც мотиваცია მოგცათ იმის, რომ ძალიან საინტერესო საქმიანობა წარმოგეწყოთ. სენაკის რადიო. ქალბატონო ვერნერია, მე აუცილებლად უნდა დავაგემოვნო თქვენი პროდუქცია. რამდენიმე გავსინჯე და საოცარი გემოები იყო. აი, ეხლა ეს რომელია მაინტერესებს. მე მგონი ეს კაჩოტა, თუ როგორ ქვია ამას? კაშხავალი. კაშხავალი, რა საინტერესო სახელები ქვია? ამე განსხვავებული გემო. ყველა განსხვავებულია. ფაქტიურად ესეთი გემო არ გამისინჯავს ყოლებში. ეს ღვინოზე არ მოხდება თეთრს. თქვენი მამალი გვეუბნება რომ დროა. კარგი სიახლეები გქონდესო. ეს შევოლილია. ეს არის საკნატუნა. ეს ფეხბურთთან საყურებელი, ხო? ეს რა სპორტი, რაც კიდე ემოციებში რო ხარ და რო გაანტვირთო. ვაიმე, ეს ყავასთანაც კარგი იქნება. სხვათა შორის თქვენი ყავის გემოთი მომეწონა კიდე განსაკუთრებით და მომეწონა ტარხუნას გემოთი განსაკუთრებით. თუმცა ყველას განსაკუთრებული გემოები და ძალიან საინტერესო სურნელებები აქვს. ეხლა სერვირებებიც მიმაქვს უფრო ერთ ისტორიას მოგიყვებით. დიახ. დამპადეჟა ახობელმა ისეთმა რომ აი რა უნდა მიმეტანა მაგას ვფიქრობდი, რა უნდა მიმეტანა ისეთი რომ რაღაც განსაკუთრებული მინდოდა. მე იმ სახში ისეთი რა უნდა მიმეტა რომ
ან რატო იფიქრეთ, ბევრი რაღაცა ამ დროს დავბრუნდი სახლში, ყველა სახობის სერვირება გავაკეთე და ამაყურად შევედი. თქვენი ასორტი მიართვით, ხო? ასორტი მივართვით. ამ დროს დედამისმა რაღაც ასე შემომხედა, რა მოაკეს, რა არისო. მე ხო ამაყურად მივდივარ ჩემი ნახელავით მომწონს ყველაფერი და დავდივი შუა ცენტრ მაგიდაზე. და მაინტერესებს ჩემი ყველი რა დღეში იქნება, გავედი და რომ მოვედი 5 წუთი შიგნით, ყველანი მკითხულობდნენ საწავი და მოვიდესო და ვაიმე გულში ვთქვი, რატომ მეძახიან, რომ მივედი ერთ ნაჭერი არიდო ჩემი ყველების და აინტერესებდა ყველა როგორ აკეთებ და იქიდან 1-2 კლიენტიც გამიჩნდა. სენაკის რადიო. აი გამოფენებზე დავდივარო თქვენ და ძალიან ხშირად თავაზობთ თქვენს ყველას და აი ამ ასორტიმენტს აცნობთ ადამიანებს. მასტერკლასებს თუ ატარებთ, მაინტერესებს. ეხლა ყველის მასტერკლასი იქ ვერ ჩავატარებთ. ლაბორატორიაში კიდე თქვენ სქემაში საწარმოში კი ვასწავლით ან და ეხლა ბევრი მსურველი მყავს რომ აინტერესებთ როგორ კეთდება როგორ არა და მალე მინდა რომ ამის ტრეინინგი გავაკეთოთ. საავტორო ტრეინინგი ყველის დამზადების კონკრეტული მიმართულებებით ძალიან საინტერესოა. ქეც გაივლიან ტრეინინგ და ქეც მასტერკლასს ადგილზე. თეორიულ და პრაქტიკულ კურსს გაივლიან და მასტერკლასებსაც თვითონ ჩაატარებთ. ფერმა მაქვს საკუთარი ფერმიდან მაგიდამდე. ხო, ფერმიდან სუფრამდე პროცესს ჰასპის სტანდარტის შესაბამისად იცავთ და მაინტერესებთ რამდენად რთული პროცესი იყო ჰასპის სტანდარტის დანერგვა. ძალიან რთული არის, ძალიან რთული და დღესდღეობითაც დიახ. მივძებ რომ კი ბატონო, თანდათან ნერგავთ ესე იგი გამოც. უცებ ამის დანერგვა ძალიან ძნელია. ძალიან რთულია, თუმცა შეუძლებელი არაფერია და ვფიქრობ, რომ თქვენნაირი ესეთი ასე ვთქვათ აქტიური, თქვენნაირი ესეთი მოტივირებული ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია. მე მინდა წარმატებები გისურვოთ თქვენ საქმიანობაში. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები ქალბატონო ვენერა თქვენთან შეხვედრისა დროსაც კი რომ ყველა საქმე, ნებისმიერი საქმე შეგიძლია ნებისმიერ ასაკში დაიწყო. თავარია გაინტერესებდეს და ამის მოტივაცია გქონდეს. მას მეფერები მიყვარს. სხვათა შორის სულ გულსაც ვაკეთებ, მომხმარებელიც მყავს ძალიან ბევრი, მაგრამ ამნებსკენ უფრო ვიხრები. დიახ, რომ ტრადიციულს აკეთებთ, მაგრამ თქვენი ჰობი და მიმართულება და გადაცემა მაინც ეს არის. მრავალფეროვანია, კაშკაშა, რაღაც თვალის მომჭრელია და საუცხოიც არის. მადლობას გიხდით, წარმატებებს გისურვებთ და დაგემშვიდობებით.